ჩემო ძვირფასებო, ხშირ შემთხვევაში სიღარიბე არა ფულის ნაკლებობა, არამედ უბრალოდ ჩვევაა. ჩვენი ტვინი ყოველთვის ნაცნობ მდგომარეობას ეძებს. თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ფინანსურ სიძნელიებში ცხოვრობდა, მისი ნერვული სისტემა ამ სტრესს ეგუება და ამ შემთხვევაში ფული უცნობ რამედ იქცევა. უცნობი კი ხშირად ასოცირდება საშიშროებასთან. შემდეგ კი სიღარიბე გადაიქცევა ერთგვარ კომფორტის ზონად. ადამიანი ეჩვევა ბრძოლას, ტანჯვას და გადარჩენას უფლობის დროს. როდესაც ფული ჩდება, ის ქვეცნობიერად ცდილობს მისგან გათავისუფლებას. უსარგებლო ხარჯების, სარისკო ინვესტიციების ან მოულოდნელი საჭიროებების გზით, მხოლოდ იმისთვის, რომ დაუბრუნდეს მისთვის ნაცნობ გადარჩენის მდგომარეობას. ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებული ფინანსური დამოკიდებულებები, იგივე შთაგონებები ჩვენს რეალობას აყალიბებს. თუ გვიმტკიცებდნენ, რომ ფული აფუჭებს ადამიანს, ან პატიოსნად ვერ იშოვი ფულს, ამ ფული ძნელად მოსაპოვებელია, ჩვენი ტვინის შექმნის სცენარს სადაც ფული ყოველთვის ტკივილთან ერთად მოვა და სწრაფად გაქრება. დასკვნა კი ასეთია, სანამ შენი ტვინი ნაკლებობაზეა ორიენტირებული, შენ ქვეცნობიერად მოიშორებ ფულს. თუ გინდა რომ გამდიდრდე, შეცვალე არა ხელფასი, არამედ მასზე დამოკიდებულებები. გამოიწერე ჩემი გვერდი, აქ ნახავ შენ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც გამოგადგება ცხოვრებაში. გისურვებთ ყველას წარმატებას.